მოგესალმებით, ეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი, e-commerce review-ის შემდეგი ეპიზოდი და დღეს ვართ სტუმრად კომპანია Vizio-ში. Vizio ეს არის ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ბიზნეს პროცესებს. ჩვენი სტუმარი არის დათო კიკნაძე, Vizio-s დამფუძნებელი და დირექტორი და მოდით გავესაუბროთ ახლა კომპანიის საქმიანობაზე. დათო, დიდი მადლობა, რომ დავთანხმდით. მადლობა თქვენ. ამ ინტერვიუზე და პირველ რიგში მაინტერესებს როგორ დაიწყო Vizio-s ისტორია, საიდან მოგივიდათ ეს იდეა და როგორ ამარტივებს Vizio ზოგადად ბიზნეს პროცესებს რა, რა შეეხმარება ვთქვათ უფრო e-commerce-ებს და ზოგადად ბიზნესს. მადლობა ამ კითხვისთვის. Vizio-s ისტორია ალბათ 10 წლის წინ იწყება, მაშინ როცა საქართველოში OIPS ტექნოლოგია შემოდიოდა. პირველი აუთსორსინგული call center-ები გამოჩნდა იდეაში საქართველოში და შესაბამისად ჩვენ ჩავერთვეთ ამ მიმართულებით, რო არ წავიდეთ ხა სიღრმისეულ ისტორიებში და დავდექით ამოცანის წინაშე, რომ ავტომატიზაციისთვის გვჭირდებოდა სოფტი, რომელიც ერთის მხრივ მომხმარებლების კომუნიკაციას აღრიცხავდა და მონიტორინგის საშუალებას მოგცემდა და მეორეს მხრივ უკვე თვითონ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას სიღრმისეულად გულისხმობ ამ შემთხვევაში. შესაბამისად, საქართველოში მსგავსი ტიპის სოფტი არ არსებობდა, ხოლო უცხოური ანალოგები გამოირჩეოდა თავის მაღალი თვითღირებულებით და ამ მიმართულებით, სადაც საოპერაციო ხარჯის შემცირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რენტაბელობისთვის, ავტომატიზაციის პროცესის გარეშე არ გამოვიდა და თავისთავად და შესაბამისად დავიწყეთ უკვე ჩვენი სოფტის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იყო ზუსტად პრაქტიკულ მოთხოვნებს და მართვის სიმარტივეზე, რაც საჭირო ამ მიმართულებით მოთხოვნებზე. ცალსახად, იმიტომ რომ ერთ-ერთი სირთულე როცა უცხოურ დეველოპერულ პროდუქტს ვიყენებთ და ვნერგავთ, ზუსტად აქაურ სპეციფიკაციებზე მორგება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიქმნა ჩვენი სოფტი, რომელიც გავცედა ფართოდ მოთხოვნიდან გამომდინარე და აი იმ წლების შემდგომ უკვე მოვახერხეთ ამის მოდიფიკაციები, ტექნოლოგიური გაუმჯობესები და დღესდღეობით გვაქვს all-in-one პლატფორმა, როგორც ესეთი ერთიანი ეკოსისტემა, სადაც შესაძლებლობა გვაქვს და აქვს ჩვენს მომხმარებლებს, რომ ეს პროცესები ერთ ხელის გულზე ნახონ და მართონ. ძალიან კარგი. დათო, e-commerce თავის თავში აერთიანებს ბევრ მიმართულებას, როგორც არის გადახდები, ლოჯისტიკა, CRM-ი, მარკეტინგი, ბევრი მიმართულება და აი Vizio როგორ იმაშვება რა, როგორ ეხმარება, ასე ვთქვათ, თავისი პლატფორმით ამ ყველაფერში e-commerce-ებს რა. პირველ რიგში e-commerce-ის მიმართულებაში დაგვეთანხმება აბსოლუტურად ალბათ ყველა ამ სფეროს წარმომადგენელი. პირველი პრობლემა არის პროცესების ავტომატიზაცია და ერთ სივრცეში მოქცევა და იმ ფორმით მოქცევა, რომ ეს ყველაფერი იყოს მონიტორინგის ქვეშ, მაქსიმალურად ავტომატიზირებული და ამავე დროს საჭიროებდეს მინიმალურ რესურსს, რაც რეალურად ქმნის იმ სარგებელს, რისთვისაც ალბათ ყველა კომპანია საქმიანობთ. ჩვენი პლატფორმა აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, ხა შენ ჩამოთვალე რამდენიმე მიმართულება, ახდენს პროცესების ავტომატიზაციას, მაგალითისთვის. პირველ რიგში კომუნიკაცია მომხმარებლებთან, უამრავი რესურსი იდება იმისთვის, რომ ეს კომუნიკაცია არსებობდეს, გვეხმიანებოდეს ლიდები, გვეხმიანებოდეს უკვე არსებული კლიენტები და შესაბამისად იმ კომუნიკაციის არხებით, რითაც მაქსიმალურად სარგებლობს და უმარტივებს მომხმარებელს კომპანიებთან დაკავშირებას თვითონ კომპანიები. შესაბამისად ჩვენი ეს მოდული CX მენეჯმენტის მოდული ქვია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კონტაქტ ცენტრი. კონტაქტ ცენტრი თავის თავში აერთიანებს აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციის არხს, დაწყებული ზარიდან, VoIP ტექნოლოგიები, გაგრძელებული web-call-ი, ანუ free-call-ი, სადაც საიტიდან მომხმარებელს ნებისმიერი ლოკაციიდან შეუძლია უფასოდ დაუკავშირდეს კომპანიას, გაგრძელებული სოციალური მედიის ჩატებით, web-chat-ით, L-post-ით და ასე შემდეგ. ყველა კომუნიკაციის არხი, რომელიც იდეაში სარგებლობს API კავშირებით, ინტეგრირებულია ჩვენთან softში და მათი კომუნიკაცია ერთი ფანჯრის პრინციპით, ისე რომ ერთი ოპერატორის გუნდს შეუძლია უპასუხოს ყველა მიმართულებას
შემოდის ჩვენთან soft-ში, გენერირდება რეპორტები და KPI მაჩვენებლები, რომლებიც ზუსტად ზომავს კონტაქტ-ცენტრის მდგომარეობას და საშუალებას აძლევს მის მენეჯერებს მართოს ეს სიტუაცია გაუმჯობესებისკენ. გარდა ამისა, ჩვენ კონტაქტ-ცენტრის მოდულში ინტეგრირებულია ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიც არის ცოდნის ბაზა, რაც მნიშვნელოვანია თვითონ კომპანიის თანამშრომლებისთვის, ისტორია გაყიდვების შესახებ, ისტორია მიწოდების სერვისების და მისი სტატუსების შესახებ, რაც მომხმარებელთან ურთიერთობის და მათი კავშირის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს და საუბრის მომენტში და საუბრის შემდგომ აძლევს კომპანიას ამ ინფორმაციის მისთვის სასურველი ფორმატით დამუშავების საშუალებას. შესაბამისად, ერთი ცდით მომსახურებული ზარები, FC არის, რასაც ნიშნავს და მომართვები, როგორც ესეთი გენერირდება აღნიშნული KPI მაჩვენებელი და ამის მონიტორინგი არის შესაძლებელი. ეს პირველი ეტაპი, როცა კომუნიკაციას ეხება. მარკეტინგის მიმართულებით აბსოლუტურად ყველას კარგად მოგვიხსენება, რომ ძალიან დიდი რესურსი იდება ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ უკავშირი და ფიდბექი მივიღოთ. შესაბამისად, ჩვენთან არის ისეთი ტიპის კამპანიები, როგორიც არის SMS კამპანიები, email კამპანიები, ცივი ზარები, ავტოდაილერით და ავტოინფორმატორით კავშირი მომხმარებლებთან და რაც მთავარია, ჩვენი soft-დან განხორციელებული კამპანიის შედეგები აბსოლუტურად იდენტიფიცირდება და შესაბამისად შეგვიძლია ლიდების კონვერსიის მაჩვენებელი დავთვალოთ და შესაბამისად შევაფასოთ კამპანიის რენტაბელურობა. რომ ჩატარებული კამპანიის ფარგლებში რამდენი ლიდი დაგენერირდა, შემდგომ უკვე რამდენი ლიდი მოვიდა კომპანიაში და გაყიდვების ინტეგრაციის, ანუ აბსოლუტურად ყველა კომპანია რაღაც სისტემებში მუშაობს. შესაბამისად ეს ინფორმაცია არის და ჩვენ soft გააჩნია API სერვისები, სადაც ამ ინფორმაციის წამოღების და ანალიტიკის საშუალება ეძლევა მომხმარებელს და ზუსტად აი აქ ვითვლით უკვე ლიდების კონვერსიის მაჩვენებელს და გაყიდვების კონვერსიის მაჩვენებელს მარკეტინგის კამპანიის ჭრილში. შემდეგი რაც ვთქვით ჩვენ ამ პროცესებს მოყვება მომხმარებელთა კომუნიკაცია იმ კუთხით, რომ თუ რაიმე უკმაყოფილება არსებობს ან სერვისთან დაკავშირებით, ან პროდუქტთან დაკავშირებით, გვაქვს მოდული Customer Care, სადაც მსგავსი ტიპის მომართვები არ აქვს მნიშვნელობა რომელი კომუნიკაციის არხით, თუ ფიზიკურად ოფისში ვიზიტის შედეგად, ერთ სივრცეში იყრის თავს, ნაწილდება შესაბამის სამსახურებთან, ხოლო მენეჯმენტს აქვს აი ამ პროცესების მონიტორინგის საშუალება. პლუს ამას ავტომატური უკავშირი მომხმარებელთან ეს SMS-ის სახით იქნება, რაღაც ზარის სახით იქნება თუ ნებისმიერი კომუნიკაციის არხით ამ პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამის შემდეგ მოდის მოდული, რომელსაც ქვია Workforce Management-ი, სადაც სამუშაო ძალის აღრიცხვა ხდება, სამუშაო გრაფიკები, დასწრების კოეფიციენტები, დატვირთულობის მაჩვენებლები, შრომის ინსპექციის რეპორტები და ასე შემდეგ, რაც ამ პროცესთან ახლავს იდეაში. შემდეგ გვაქვს delivery services მომხმარებელთან კომუნიკაციის მოდული იდეაში, რომელიც მე ვფიქრობ e-commerce-ის მიმართულებით ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, იმიტომ რომ ნაკლებად ხდება მონიტორინგი delivery-ის თანამშრომლების კომუნიკაციისა მომხმარებლისა და გამომდინარე აქედან, რომ ეს მონიტორინგი სუსტია, შესაბამისად ძალიან ბევრგან ხვდებით ჩვენც როგორც მომხმარებლები არაკორპორატიულ მიდგომას delivery-ის თანამშრომლების კუთხით. შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოდული, რომელიც ზუსტად აკავშირებს საჭირო დროს delivery-ის თანამშრომლებს მომხმარებელთან და აკავშირებს კომპანიის კორპორატიული არხით, რომელიც თავის მხრივ მონიტორინგებადია და ნებისმიერ დროს შესაძლებელია იმ ხარვეზების იდენტიფიცირება, რაც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს და შესაბამისად საფუძველია იმ ყველაფრის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. როგორც ვიცით, უსაფრთხოება და სანდოობა მნიშვნელოვანი არის, როგორ უზრუნველყოფს ვიზიო მომხმარებლების და ბიზნესების მონაცემის დაცვას. აი უსაფრთხოების მომენტი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე პროტოკოლებს ამ მიმართულებით, მონაცემების შიფრაციას, ორმაგ აუთენტიფიკაციას და სხვა ტიპის ქმედებებს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც კომპანიის ინტერესებს ამ მიმართულებით, ასევე მომხმარებლის ინტერესებს. როგორც აღნიშნე, ეს მიმართულება პრიორიტეტულია და შესაბამისად
აბსოლუტურ ნებისმიერ სიახლეს ამ კუთხით ვნერგავთ ჩვენთან კომპანიაში და უზრუნველყოფთ იმას, რომ ამ მიმართულებით შვიდად იყვნენ როგორც ჩვენი მომხმარებლები, ასევე მათი მომხმარებლები, როცა საქმე ეხება ვიზიოს ავტომატიზაციის სისტემებს. ბევრი მეწარმე არ არის ტექნიკურად მომზადებული, რამდენად მარტივია ვიზიოს გამოყენება დამწყები მომხმარებლებისთვის. ვიზიოს ინტერფეისი, UI UX-ი არის მარტივი, ინტუიტიურად გასაგები, შესაბამისად არ საჭიროებს რაიმე ტიპის ტექნიკურ გამოცდილებას და განათლებას, იმისთვის რომ დავიწყოთ მაშინ მუშაობა, თუმცა გარდა ამისა, გვაქვს პროგრამის user manual-ი, რომელიც უმარტივებს მომხმარებელს სისტემაში მუშაობის დაწყებას და გარდა ამისა, გვაქვს ისეთი ტიპის ტრენინგები, როგორც არის მენეჯერებისთვის, სისტემური ადმინისტრატორებისთვის და ტრენინგების შემდგომ მხარდაჭერაც ამ მიმართულებით, რაც ახალი თანამშრომლობის პროგრამაში ჩართვის პროცესს ამარტივებს მაქსიმალურად. რა რჩევს მიცემდით ქართულ e-commerce ბიზნესებს, როგორიც არის მაგათად ვიზიო სერვისების გამოყენებაზე? ესე იგი, ჩემი ღრმა რწმენით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა e-commerce-ის მიმართულებით არის ამ სფეროში არსებული მრავალფუნქციური პროცესების ხელის მართვა. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ ავტომატიზაცია და დაიწყონ არა იმ მომენტში, როცა უკვე პრობლემაა შექმნილი, არამედ მაშინ სანამ ჯერ ყველაფერი რიგზეა. კი ბატონო. დათო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ და ნამდვილად რა ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ. მადლობა თქვენ ლადო, მადლობა e-commerce ასოციაციას. ჩვენ წევრები ვართ ამ ასოციაციის და შესაბამისად გვაქვს საშუალება შევხვდეთ იმ ადამიანებს, თქვენი ასოციაციის წევრებს, რომლებიც თავის მხრივ გამოცდილები არიან პრაქტიკულ ასპექტში, თავიანთ მიმართულებით, არიან ტოპ დონეზე და შესაბამისად ჩვენ გვაქვს საშუალება ამ სივრცეში ერთმანეთს გავუზიაროთ. ჩვენი წარმატებული кейსები, გამოცდილება, რაც აბსოლუტურად ყველასთვის ერთმნიშვნელოვნად მომგებიანია. მადლობა ამისთვის. მადლობა. წარმატებები.